ამ დროისთვის ყველამ ვიცით, რას უკეთებს უკრაინა Wildberries. Amazonis რუსული ანალოგი განადგურებულია მუდმივი დრონების იერიშებით, რომლებმაც გაანადგურეს საწყობები და ლოგისტიკური ცენტრები, რამაც მილიარდობით დოლარის ზიანი მიადენა. ეს დიდი წარმატებაა უკრაინისთვის, მაგრამ ასევე სრული სიხარულია Wildberries-ის მთავარ კონკურენტისთვის, ოზონისთვის. ოზონის ოფისებში მთელ რუსეთში ხელმძღვანელების სიხარულით ხელებს იზელდნენ, რადგან მიეცათ შანსი საბოლოოდ გამხდარიყვნენ რუსეთის ელექტრონული კომერციის სექტორის დომინანტი მოთამაშეები. უკრაინა Wildberries-ზე გაჩერებას არ აპირებდა. მოგანებული ზიანის შემდეგ ყურადღება Wildberries-ის ყველაზე დიდ კონკურენტზე გადაერთო. უკრაინამ ოზონის ხვრელი გაუკეთა რუსეთს და ახლა რუსეთი ისევ საბჭოთა ეპოქის ლოგისტიკას უბრუნდება, რადგან მისი კიდევ ერთი მსხვილი ელექტრონული კომერციის კომპანია ჩამოიშალა. 24 აგვისტოს Kyiv Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ 3 ღამე ზედიზედ დაარტყა ოზონის საწყობებს, რის შედეგადაც კომპანიის მრავალი ობიექტი ცეცხლში გაეხო. ხოლო 24 აგვისტოს უკრაინამ ოზონის 3 ობიექტი დააზიანა, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ასევე დარტყმები მიაყენა ოკუპირებულ ყირიმში მდებარე ობიექტებსაც. რაც არ უნდა გახარებოდათ ოზონის მფლობელებს მათი მთავარი კონკურენტის დაწვის გამო, ეს სიხარული გაქრა. ეხლა ოზონი თავად გრძნობს Wildberries-ის ბედს და სწრაფად ხვდება, რამდენად მწარეა ეს გამოცდილება. რადგან უკვე ვახსენეთ, რომ დარტყმები 3 წლის განმავლობაში გაგრძელდა, მოდით ოზონის კატასტროფის დასაწყისიდან დავიწყოთ. 22 აგვისტოს უკრაინამ რამდენიმე დარტყმა განახორციელა რუსეთის მასშტაბით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი პირდაპირ ოზონის ლოგისტიკურ ცენტრს მოხდა სამარაში. ოზონმა თავად სწრაფად დაადასტურა მომხდარი. Telegram-ის პოსტში კომპანიამ განაცხადა, დღეს სამარის რეგიონში ოზონის ლოგისტიკურ ცენტრზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად საწყობში ხანძარი გაჩნდა. ყველა სისტემა ნორმალურად მუშაობდა და რამდენიმე წუთში 500-ზე მეტი თანამშრომელი ევაკუირებული იქნა. სამწუხაროდ, არიან მსხვერპლიც. ჩვენ აუცილებლად გავუწევთ მათ ყველა საჭირო მხარდაჭერას. ხანძრის გარდა გატარდა საგანგებო ზომები. საწყობში და საწყობიდან მიწოდება გაუქმდა. ხოლო ოზონმა მაქსიმალურად სცადა მაღალი ღირებულების ნივთების სხვა ადგილას გადატანა, რათა ისინი ხანძარში არ დაკარგულიყო. ოზონის პოსტში ნათქვამია, რომ მომხმარებლებს, რომლებმაც ნივთები დაკარგეს, ასევე აუნაზრაურდებათ თანხა. ეს უკეთესია ვიდრე Wildberries-ის შეთავაზება. თავდაპირველად კომპანიამ მომხმარებლებსა და მომწოდებლებს განუცხადა, რომ ისინი ვერცერთ თეთრს ვერ დაიბრუნებდნენ. საზოგადოების მასშტაბურმა უკმაყოფილებამ საბოლოოდ აიჯულა ისინი, უკან დაეხიათ და ანაზღაურება დაეპირდათ. მოთხოვნების უზარმაზარი რაოდენობის გამო ეს ანაზღაურებები სერიოზულად დაგვიანდება, თუ საერთოდ იმუშავებს სისტემა. სასაცილოდ უცნაურია, რომ ოზონი თავისი მთავარი კონკურენტის წინააღმდეგ ქულების მოსაპოვებლად ერთ-ერთ ობიექტზე დრონით თავდასხმას იყენებს, მაგრამ რუსეთში არავინ გაიცინებს, როცა სამარაში მიყენებული ზიანის მასშტაბს ნახავს. უკვე გამოჩნდა კადრები, რომელთა კომპილაციაც Word Translated-მა X-ზე გაავრცელა. ვიდეოებს შორის ჩანს, როგორ ეშვება უკრაინული დრონი უკვე ალმოდებულ სამარას საწყობში. ერთმა რუსმა მოწმეს ზუსტად შეაჯამა სიტუაცია და უბრალოდ თქვა, ყველაფერი სულთლად ჩაშლილია. დამატებითი კადრები მოდის Special Care Zone Cat ანგარიშიდან, სადაც კვლავ ჩანს უზარმაზარი ალი და კვამლი, რომელიც როგორც ჩანს, მთელ სამარას ობიექტს ფარავს. დიახ, იქ არაფერი გადარჩება. ამას ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, მას შემდეგ რაც ხანძარი 10 საათის განმავლობაში მძვინვარებდა, რადგან სამარას ოზონის ობიექტი მთლიანად განადგურდა, იუწყება JNKV. და მასთან ერთად დაიკარგა დიდი რაოდენობით ფული და ათასობით სამუშაო ადგილი. ობიექტი, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, 2022 წლის ოქტომბერში გაიხსნა, ფარავდა დაახლოებით 75,000 კვადრატუმეტრს. თუმცა მას შემდეგ წლებში შესაძლოა გაფართოვდა 135,000 კვადრატუმეტრამდე და მისი აშენება $120 მილიონ-მდე დაჯდა. ხოლო შეკეთების ხარჯები თუ ოზონს მათი გადახდა შეუძლია, სავარაუდოდ დაახლოებით $84 მილიონ მიაღწევს. და ეხლა როცა ეს საწყობი მთლიანად დაიწვა, 6,000 სამუშაო ადგილი გაქრა თავად ობიექტთან ერთად, რაც რუსეთს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ტკივილს აკენებს. ეს იყო ერთადერთი ხვრელი, რომელიც უკრაინამ ოზონის ფენაში გააკეთა. ეს შეიძლება ზეიმის მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ კიდევ იყო ბევრად მეტი. ორმაგი დანიშნულების საქონლის საცავებზე სისტემატური დარტყმები ტერს მოქმედებას ურთულებს და რუსეთის საერთო ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ეს განცხადება გააკეთა 22 აგვისტოს, თავდასხმების შემდეგ. უკვე მეორე დღეს, 23 აგვისტოს, უკრაინის დრონების ოპერატორებმა მიზანში ამოიღეს ოზონის საწყობი ორენბურგში. Kyiv Independent-ი ამბობს, რომ ეს იყო მეორე დარტყმა, რომელიც უკრაინამ ოზონზე განახორციელა, თუმცა ეს შეიძლება ზუსტად ასე არ იყოს. უკვე 31 ივლისს United 24 მედია იტყობინებოდა, რომ უკრაინამ თავდასხმა განახორციელა ოზონის ლოგისტიკურ ცენტრზე თათრეთის რესპუბლიკაში. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ეს მეორე იყო თუ მესამე დარტყმა. რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ოზონისთვის, მის მომწოდებლებისთვის და მომხმარებლებისთვის, არის ის, რომ კიდევ ერთი მისი საწყობი დაიწვა 23 აგვისტოს. ამჯერად ჩვენ მხოლოდ ხანძარს კი არ ვხედავთ იმ კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
ჩვენ ხედავთ იმ მომენტს, როცა უკრაინის პირველმა დრონმა მიზანს დაარტყა. 9 წამიან ვიდეოში, რომელიც Word Translated-ის X ანგარიზე გავრცელდა, ხედავთ როგორ ეშვება უკრაინული დრონი და ეჯახება ობიექტის სახურავს. ერთადერთი რაც დარტყმის მომენტში გადამღებმა მოწმეამ თქვა იყო fuck. მაგრამ როცა ამ კადრებს უყურებთ, შეიძლება რაღაც უცნაური შეგამჩნიოთ. არა, იმ სხვა ადამიანებზე, რომლებიც ირგვლივ დგანან და დრონის თავდასხმას ისე უყურებენ, თითქოს პატარა ავიაშოუზე იყვნენ. დააკვირდით და მოусმინეთ. ხედავთ ან გესმით რაიმე. თითქოს რუსეთს არაფერი უსწავლია უკრაინის თავდასხმებიდან, Wildberries-ის საწყობზე. უბრალოდ აძლევს საშუალებას ოზონი ნაწილებად დაიშალოს, რადგან აგვისტოს დასასრულს უახლოვდებით. ორენბურგის საწყობი უკრაინისთვის აშკარა სამიზნე იყო. ეს არის კომპანიის ყველაზე დიდი საწყობი, რომელიც 200,000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. ეხლა ისისთვის სამარის საწყობთან ერთად. თუმცა ჯერ არ ვიცით ზუსტად რა მასშტაბის ზიანი მიაყენა უკრაინამ. ოზონის ხელმძღვანელები უკვე შოკში იქნებოდნენ ოზონის ფენაში 2 ხვრელის გაჩენით, რადგან უკრაინამ დათმობები მიაყენა კომპანიის 5 ყველაზე დიდი საწყობიდან 2-ს. ამ დროისთვის პანიკა უკვე დაიწყებოდა. ოზონის ხელმძღვანელები აკვირდებოდნენ რა დაემართა Wildberries. მათ იცოდნენ, რომ უკრაინა 2-ზე არ გაჩერდებოდა. ისინი მართალი იყვნენ. უკრაინამ ყველაფერი დადო. 3-ზე 24 აგვისტოს, როდესაც მესამე დღე ზედიზედ დარტყმებით კიდევ 3 ობიექტი გაანადგურა. მაგრამ სანამ ამას მივადგებით, 23 აგვისტო ორმაგად მტკივნეული იყო რუსეთისთვის, რადგან პუტინის მშობლიურ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რაღაც უცნაური მოხდა. ქალაქში მდებარე უზარმაზარი ლოგისტიკური ჰაბიც ცეცხლში გაეყო. ოსინთ ტექნიკალმა მოგვიანებით განაცხადა, რომ საწყობი კოლპინოს ლოგისტიკურ პარკში მდებარეობდა და იქ ქიმიური პროდუქტები ინახებოდა. ასე რომ ეს აშკარა სამიზნე იყო უკრაინის დრონებისთვის, არა? ხოლო აქ ასე არ ჩანს. ყველა არსებული ანგარიში მიუთითებს, რომ სანქტ-პეტერბურგის საწყობი უბრალოდ თავისით აფეთქდა და უკრაინის დახმარება არ დასჭიროებინა. უბრალოდ ფუფ და 80,000 კვადრატული მეტრის ობიექტი ცეცხლში გაეყო. ჭანდავა რუსეთო. და თქვენ უკვე საკმარისი პრობლემა გაქვთ უკრაინასთან, რომელიც მთელ ქვეყანაში მასიურ ხანძრებს იწვევს, კიდევ თვითონაც გააჩინოთ ხანძრები. უკრაინამ პატარა ბონუსი მიიღო სანქტ-პეტერბურგში 23 აგვისტოს და ამას მოჰყვა ის 3 ოზონის დარტყმა, რომლებზეც ვახსენეთ. ამით და 24 აგვისტოსთვის უკრაინამ თავისი დამოუკიდებლობის დღე და საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების 35 წელი აღნიშნა. რუსეთი კი ისევ იმ საბჭოთა ეპოქაში დააბრუნა. ენემის სოფელში, რომელიც ადიღეის რესპუბლიკაშია, უკრაინამ ოზონის ლოგისტიკური ცენტრი გაანადგურა. Exile Plus-მან დააფიქსირა ეს დარტყმა და გააზიარა პატარა ფოტო, სადაც ჩანს ხანძარი ჰაბში, რომლის ფართობიც მათი თქმით 91,200 კვადრატული მეტრია. ეს ჰაბი გამოიყენება საქონლის მიღებისთვის, დასახარისხებლად, შესანახად და შემდეგ სხვა რუსულ რეგიონებში გასანაწილებლად, მათ შორის ადიღეაში, კრასნოდარის მხარეში და სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე სხვა რეგიონში. ამ დარტყმას თან ახლდა კიდევ ერთი დარტყმა ოზონის ჰაბზე ნევენომისკში, რომელიც მდებარეობს სტავროპოლის მხარეში. Excelanova Plus აქვს დეტალები ამ შემთხვევაზე და ავრცელებს კადრებს გაჩენილი ხანძრის შესახებ. და რეგიონის გუბერნატორი ვლადიმირ ვლადიმიროვი იძულებული გახდა დაიდასტურებინა, რომ უკრაინის დრონებმა სამიზნე დაიღეს სამრეწველო ზონა ნევენომისკში. თუმცა მან არ დააკონკრეტა რა იყო დაზიანებული და ამის ნაცვლად ურჩევნია ისე იმოქმედოს, თითქოს რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაგზავნილი დრონების უმეტესობა ჩამოაგდო. უკვე ნახეთ საჰაერო თავდაცვის მდგომარეობა ოზონის ობიექტების გაშენმა. ამიტომ გვაქვს საფუძველი ვეჭობდეთ, რომ რუსეთის თავდაცვა ისეთი ეფექტური იყო, როგორც აცხადებენ. უკრაინამ თავისი ბოლო სამეული დაასრულა შეტევით ოზონის ობიექტზე ტიუბაში, რომელიც მდებარეობს დაღესტნის რესპუბლიკაში. ამ ეტაპზე ალბათ ისედაც ხვდებით რა მოხდა. უკრაინის დრონებმა პირდაპირ დარტყმები მიაყენეს, ხანძრები დაფიქსირდა და რუსეთს ამის უარყოფა აღარ შეუძლია, რადგან ფოტოები უკვე ვრცელდება სოციალურ ქსელებში, Excelanova Plus-ის წყალობით. გიჟურია, რომ უკრაინის დრონები იმდენად ეფექტური გახდა და რუსეთის საჰაერო თავდაცვა იმდენად სუსტია, რომ ამ დარტყმებზე საუბარი თითქმის ჩვეულებრივ ამბად იქცა. და კიდევ ერთი ბოლო რამ სანამ გავაგრძელებთ. უბრალოდ დამატებით, უკრაინის დრონები აგვისტოს 24-ს კრასნოდარის მხარეშიც გაფრინდნენ. რატომ? მათ სამიზნეში ჰქონდათ საყოფაცხოვრებო საქონლის საცალო ვაჭრობის კომპანია Kukinland's კუთვნილი ობიექტი. და რა თქმა უნდა, ამ დრონებმა პირდაპირ დარტყმები მიაყენეს. ეს ობიექტი ცეცხლშია, ოზონის კუთვნილ ობიექტებთან ერთად. თუმცა კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრიატევი ამას ასე არ აღწერს. საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც დრონი ჩამოვარდა. ხოლო ამას ამბობს ის. ჩამოვარდა მართლა. ვფიქრობთ, ეს უფრო კარგია, ვიდრე ჩვეულებრივი დრონის ნამსხვრევების საბაბი, მაგრამ ჩამოვარდა აშკარად ამცირებს იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. არანაირი ჩამოვარდნა არ ყოფილა. იყო ზუსტი და კონტროლირებადი დაშვება მიზნის დასარტყმელად. და კონდრატევიც ამას კარგად იცის. ვერანაირი სულელური სიტუების თამაში ვერ დამალავს იმას, რაც მოხდა. შეიძლება ჩვენ უბრალოდ ვიხილეთ გამაფრთხილებელი გასროლა უკრაინის მხრიდან. მაშინ როცა ბერის უკვე განადგურებულია. ოზონს კი მთელ რუსეთში უჩნდება ხვრელები თავის ქსელში. შეიძლება კუკი და ლენდი უბრალოდ შემდეგი ტალღის დრონული განადგურებისთვის არის მონიშნული. გონია დიდხანს აღარ დაგჭირდება ლოდინი, სანამ ამას გავიგებთ. ამ ეტაპზე უკრაინა ახორციელებს დარტყმებს რუსეთის შიდა ლოგისტიკურ ჰაბებზე. ეს ჩვენი სიტყვები არ არის.
უკრაინის თავდაცვის X ანგარიში ასე ამბობს და აღნიშნავს, რომ ოზონ შემდეგია რიგში მას შემდეგ, რაც 15 Wildberries-ის ობიექტი გამორთეს. ეს აუცილებლად დააფიქრებს ოზონის ხელმძღვანელებს. უკრაინამ სულ ახლახან დაიწყო 5 ან 6 დარტყმით იმის მიხედვით, ვისაც მოусმენთ. კიდევ მეტი იქნება. მაგრამ სანამ უფრო ღრმად განვიხილავთ, რატო არის ეს მნიშვნელოვანი და რას ცდილობენ ამ დარტყმებით მიაღწიონ, შეგახსენეთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ არხზე გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ხილაკს, სანამ გავაგრძელებთ. ამიტომ დავსვამთ კითხვას, რომელიც აუცილებლად აწუხებს ოზონის ხელმძღვანელობას. რატომ ოზონი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა კონტექსტი უკრაინის Wildberries-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანიიდან. ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში უკრაინამ თავისი დრონები გაუშვა Wildberries-ის ობიექტებზე რუსეთის მასშტაბით. ცოტა ხნის წინ 15 დარტყმა ვახსენეთ. ყველა ობიექტი, რომელსაც უკრაინა დაარტყა, ყურადღებით იყო შერჩეული. 16 აგვისტოსთვის Wildberries-ის 10 უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან 7 უკვე ცეცხლში იყო გახვეული. შეფასებები კომპანიისთვის ამ ყველაფრის ღირებულებაზე ძალიან განსხვავდება. UNN იუწყება, რომ Wildberries-მა დაკარგა დაახლოებით 20% საწყობის დაავადებისა ერთ კვირაში დაკარგა, რაც საუკეთესო შემთხვევაში 1.24 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ხოლო უარეს შემთხვევაში 2.45 მილიარდი. ეს მხოლოდ საწყობებისა და მარაგის პირდაპირ ზარალს მოიცავს. მთლიანობაში გამოცემის თქმით, Wildberries შესაძლოა 16.36 მილიარდი დოლარი დასჭირდეს, რომ სულად აღადგინოს მუშაობა. უკრაინის ახალი ხმა ოდნავ ნაკლებ რიცხვს ასახელებს 12 მილიარდ დოლარს და ამტკიცებს, რომ კომპანიის საწყობის 30% განადგურებულია. რაც არ უნდა იყოს რეალური ციფრები, აშკარაა, რომ უკრაინის დარტყმებმა Wildberries სერიოზული ზიანი მიაგენა და მიზეზი, რის გამოც ის სამიზნედ იქცა, ორმაგია. პირველ რიგში Wildberries ემსახურება პუტინის უკრაინაში შეჭრას. თითქოს და სამოქალაქო კომპანია, მაგრამ Wildberries ამარაგებს ან ამარაგებდა ყველაფერს დრონების კომპონენტებიდან სამხედრო აღჭურვილობამდე, რომელიც სპეციალურად იყო მონიშნული, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის განკუთვნილი. და მეორე, უკრაინას სურს მაქსიმალურად დააზიანოს რუსეთის ეკონომიკა. სწორედ აქ უბრუნდებით ოზონს. მიუხედავად იმისა, რომ ბერიის ლიდერობს რუსეთის ელექტრონული კომერციის სფეროში, ოზონი მეორე ადგილზეა, მაგრამ ის მაინც მრავალმილიარდიანი კომპანიაა, რომელიც ათასობით ადამიანს ასაქმებს. ერთად ამ ორ კომპანიას 2026 წლის ბოლოსთვის რუსეთის ონლაინ ბაზრის 77%-ის დაპყრობა იყო ნავარაუდევი, ითხოვინება Intel News. ამ პროგნოზების შეცვლა ალბათ ეხლა უკვე საჭიროა. ამ 77%-დან ოზონს უნდა დაეკავებინა ბაზრის 32%. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის პატარა ბიზნესი. სინამდვილეში მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ მიიღო დაახლოებით 54 მილიონი დოლარის წმინდა მოგება, ხოლო 2025 წლის საერთო შემოსავალი გავრცელებული ინფორმაციით იყო 11.1 მილიარდი დოლარი. ამ ეტაპზე უკვე აშკარაა, რატომ გახდა ოზონი Wildberries-ის შემდეგ სამიზნე. ეს ფაქტობრივად იგივე კომპანია, უბრალოდ ოდნავ მცირე მასშტაბით მუშაობს. ასე რომ, თუ Wildberries სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნეა, ოზონიც ასეთი. მაგრამ აქამდე რაც გაგიზიარეთ, იმაზე მეტი რამ ხდება. რაც ჩვენ ხედავთ, როცა უკრაინა ამ ორ კომპანიას ესმის თავს, ეს მხოლოდ შურისძიება არ არის სამხედრო აღჭურვილობის გატანისთვის ან რუსი ოლიგარქებისთვის ზიანის მიღენებისთვის. ოზონზე თავდასხმები არის კამპანიის გაგრძელება, რომლის მიზანია რუსეთის შიდა ლოგისტიკის დამსხვრევა მისი მთავარი ონლაინ ბაზრების განადგურებით. აი ამას გულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ თანამედროვე მიღწევები იწვის უკრაინული დრონების იერიშების ქვეშ, რაც რუსეთს აიძულებს მიწოდებებისთვის მოძველებულ სახელმწიფო ინფრასტრუქტურაზე იყოს დამოკიდებული. ეს კომპანიები რუსეთის მომხმარებლობის განუყოფელ ნაწილად იქცა, როგორც ალ-ჯაზირა იუწყება. მან ესაუბრა ქალს სახელად ალექსანდრა, ეკატერინბურგიდან, რომელმაც თქვა: ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ნამდვილად დამოკიდებულია ამაზე. ისინი ამატებენ ნიუთებს კალათაში, ელოდებიან ფასტაკლებებს, ფიქრობენ რა იყიდონ, შემდეგ კი ისევ გადაწყვეტენ კიდოს, როცა Wildberries-ზე საუბრობენ. ოზონსაც ექნება იგივე ტიპის მომხმარებლები, მილიონობით ადამიანი მთელ რუსეთში, რომლებიც ოზონზე არიან დამოკიდებული ისეთი საქონლის შესაძენად, რომელსაც სხვაგან ვერ იშოვიან. ალექსანდრა თავადაც აღნიშნავს ამას და ამბობს, რომ ეს პლატფორმები განსაკუთრებით სასარგებლოა რუსეთის სოფლებში მცხოვრებთათვის, რადგან მათ საშუალებას აძლევს მიიღონ ნიუთები ადგილზე, რითაც აღარ უწევთ ქალაქში შორ მანძილზე მზავრობა. ეს დარტყმები რეალურად არ ეხება რუსეთის წინახაზის ოპერაციებზე ზემოქმედებას. ისინი ეფუძნება იმას, თუ როგორ აღიქვამს უკრაინა რუსეთის ეკონომიკას. ოზონი და Wildberries. რუსეთის სამომხმარებლო ეკონომიკის საკვანძორგოლებია. მათი გამორთვა მხოლოდ ათასობით სამუშაო ადგილს არ აყენებს საფრთხის ქვეშ. ეს ასევე ზეწოლას ახდენს პუტინზე, რადგან უკრაინის დრონები აიძულებენ დასვან კითხვები, რატომ ვერ იცავს რუსეთის საწყობებს და რატომ შეუძლიათ უკრაინის დრონებს საერთოდ მიაღწიონ ამ საწყობებამდე. ან როგორც გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Rasmussen გლობალის აღმასრულებელი დირექტორი ფაბრիս პოტიე ამბობს DW-სთან საუბარში. ვფიქრობ, უკრაინა ცდილობს დაარტყას კრიტიკულ კვანძს. მაშინ როცა ბერზი გარკვეულწილად რუსეთის საზოგადოების და რუსეთის ეკონომიკის კრიტიკული კვანძია. იგივე ლოგიკა ვრცელდება ოზონზეც. უკრაინა ცდილობს ამ კრიტიკულ კვანძს ჩასჭიდოს ხელი, რათა რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიაბენოს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ სამუშაო ადგილების დაკარგვაც.
ჯეიკ ბროს თქვით, მხოლოდ Wildberries-ზე იერიშებმა 118,000 რუსს დააკარგვინა სამსახური. ალბათ შეგვიძლია დავამატოთ კიდევ 6,000 სამუშაო ადგილი, რომელიც დაიკარგა უკრაინის მიერ სამარაში ოზონის ობიექტზე თავდასხმის გამო, პლუს 1000-ობით სხვა, რომლებიც უკავშირდება იმ 4 ობიექტს, რომლებზეც უკრაინამ სამარაში თავდასხმის შემდეგ მიიტანა იერიში. ესენი არიან 1000-ობით რუსი, რომლებიც კარგავენ შემოსავალს. რაც ნიშნავს, რომ ვეღარ შეიტანენ წვლილს რუსეთის ეკონომიკაში. ეს დააზარალებს პუტინს, რომელიც ცდილობს თითოეული რუბლი დააზოგოს და შეაგროვოს თავისი საომარი მანქანის დასაფინანსებლად. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ეს ყველაფერი უკრაინის იერიშების წარმატებით განხორციელებიდან დაწყებული, ონლაინ შოპინგის შესაძლებლობის დაკარგვით და სამუშაო ადგილების დაკარგვით დამთავრებული, რუს ხალხში აღძრავს გაბრაზებას. მათ უკვე 4 წელიწადი და ნახევარია, რაც პუტინის უაზრო ომი გადაიტანეს უკრაინაში. და ახლა ხედავენ, რომ ეს ომი მათ კართან მოდის იმ ფორმით, რაც უშუალოდ მათ ეხება. 100,000 გამყიდველი დაკარგა თავისი საქონელი ასეთი ტიპის იერიშების შედეგად. ასევე 1000-ობით მყიდველი, რომელთაც გაუქმდათ შეკვეთები და სულ მცირე Wildberries-ის შემთხვევაში ალბათ ანაზღაურებასაც ვერ მიიღებენ. ABC News-იც აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის ბიზნესები ბანკებიდან უზარმაზარ სესხებს იღებენ. ეს პრობლემებს უქმნის ბანკებს, რადგან კომპანიები, რომლებიც აქტიურად ზარალდებიან, ამ ეტაპზე შესაძლოა სესხების დავრუნებას პას პრიორიტეტად არ მიიჩნევ. მიკოლა პოდოლიაკი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველია, ამასაც აღნიშნავს, რომ უკრაინის მიზანია ამ დარტყმებით გამოიწვიოს დომინოს ეფექტი, რომელიც დიდ ფინანსურ ინსტიტუტებს შეეხება და ამავდროულად საზოგადოებაში უკმაყოფილებას გააჩენს. და ბოლოს არის გზავნილი, რომელსაც უკრაინა 2026 წლის განმავლობაში რუსეთს უგზავნის. რუსეთში არაფერი არის უსაფრთხო. უსაფრთხო არ აქვს მნიშვნელობა, სად შეიძლება იყოს. უკრაინამ წლები დახარჯა ისეთი დრონების შექმნასა და სრულყოფაში, რომლებიც დიდ მანძილზე ფრენას და საკმარისი ცეცხლის ძალის მიტანას შერიმიტანას შეძლებენ სერიოზული ზიანის მისაყენებლად. თანაც ისე, რომ რუსულ საჰაერო თავდაცვას თავი აარიდო. ეხლა ხედავთ, როგორ ამართლებს ეს ყველაფერი და რუსეთმა წიწისეს. უკვე მარტში რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუმაც კი აღიარა, რომ უკრაინის დრონების ტექნოლოგია სერიოზული პრობლემაა. მან განაცხადა, იარაღის სისტემების განვითარების ტემპი, უპირველეს ყოვლისა, უპილოტო დრონების სისტემების განვითარება და მათი გამოყენების მეთოდების დახვეწილობა ისეთ დონეზეა, რომ რუსეთის არც ერთი რეგიონი თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს. კიდევ ერთხელ, ეს კიდევ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს პუტინზე. რუსეთის დიდი დამცველი, როგორც ჩანს, ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის დრონებმა ზიანი არ მიატენონ. და ახლა ეს დრონები უბრალოდ Wildberries აღარ ერჩიან. ისინი ოზონში ცხრელებს აჩენენ. რუსეთის მთელი ელექტრონული კომერციის სექტორი ახლა საფრის ქვეშაა, ისევე როგორც ლოგისტიკური ქსელები, რომლებზეც ის დგას, და იმ ადამიანების საარსებო წყარო, ვინც ამაზეა დამოკიდებული. ეს არის ახალი ოზონის დარტყმების გენიალურობა. უკრაინამ უკვე მიაგნო ბოთხის ხელს. ახლა ის აფართოებს მოქმედების არეალს, რომ გაანადგუროს ისინი, ვინც შეიძლება ცადოს და Wildberries-ის ადგილი დაიკავოს. შემდეგი სიაში ოზონია, ალბათ სხვაებიც მოხვდებიან. და ყოველი წარმატებული დარტყმის შემდეგ პუტინს უწევს თავის ხალხთან განკლავება, რომლებიც სულ უფრო გაბრაზებულები ხდებიან იმაზე, რომ ომი, რომელიც რუსეთს ადვილად უნდა მოეგო, ეხლა მათ ცხოვრებას ანადგურებს. ოზონისთვის 3 დღის განმავლობაში 5 ჰაბის გათიშვა ალბათ მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ნახეთ რა გაუკეთა უკრაინა Wildberries. ფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში უკრაინა კიდევ უფრო მეტ დარტყმას მიაყენებს ოზონს. აქ რასაც ხედავთ, შესაძლოა ყველაზე გონიერი ნაბიჯია, რაც უკრაინამ ომში დღემდე გადადგა. და შეგიძლიათ გაიგოთ რატო, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. თუ მოგწონთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ქვემოთ კომენტარებში. ასევე შეგიძლიათ გახდეთ არხის წევრი და მიიღოთ ექსკლუზიური მასალა, რომელსაც საჯაროდ არ ვაქვეყნებთ. მადლობა ყურებისთვის.